გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show-ს ეთოქზე. საქართველოში ნაცლიბერალური ფაშიზმი გრძელდება. მამუკა მდინარაძეს, მისი მეზობელი NGO სექტორის წარმომადგენელი, ვინმე ნანა დიხამინჯია სადარბაზოში კამერა მომარჯვებული დახვდა და ფსევდო აღშფოთება დაუფიქსირა. არანაირი LGBT არ არის აქ პრობლემა, ბავშვები შიმშილობენ სკოლაში. არანაირი ბავშვები შიმშილობენ სკოლაში პრობლემაა. ახლა იმის დროს შიმშილობენ ბავშვები. არა. ეხლა შიმშილობენ ბავშვები სკოლაში და ამაზე კვლევადებს და თვითონ მინისტრს აღდაცვავენ. მოდი კონცეპტუალურად გავყვეთ რა არის მიზანი ლიბერალური ფაშისტების მსგავსი ქმედებების. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ვითომ აღშფოთებული აქტივისტის ვიდეო დაუყოვნებლივ აღმოჩნდება ხოლმე ყველა ოპოზიციური არხის სოციქსელებსა თუ ეთერებში, სადაც ირწმუნებიან, რომ ეს რიგითი მოქალაქის გულწრფელი პროტესტია. თუმცა მალევე ირკვევა, რომ ეს ვითომ რიგითი მოქალაქე ან NGO-შნიკია, ან ოპოზიციური პარტიის წევრი, ან აქტივისტი. მოკლედ, ყოველი ასეთი ვიდეოს უკან დგას როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური ინტერესი. ამას გარდა წარმოგიდგენიათ გულახდილი და ორგანული პროტესტი მოულოდნელი შეხვედრისას იწყებოდეს ეგრევე ვიდეოს გადასაღებად მომარჯვებული ტელეფონის ფონზე. თქვენ რომ ახლა ვიღაც შეგხვდეთ, ვის მიმართაც იმდენად დიდ პროტესტს გრძნობთ, რომ დანახვისთანავე გინდებათ პირში მიახალოთ თქვენი ემოცია და შეხედულება, ჯერ ტელეფონს ამოიღებთ, ვიდეოს ჩაწერას დაიწყებთ და მერე ეტყვით სათქმელს. საერთოდ გაგახსენდებათ ამის გადაღება? თუ თქვენი მიზანი კონტენტის შექმნა და თქვენი დამქირავებლისთვის შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი მასალის მიწოდება არაა საჭირო. რასაკვირველია, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს შეკვეთილი ქმედებებია. რომ ბულინგის მასშტაბის ილუზია გაიზარდოს და რეალურად რიგითმა მოქალაქემ, ვინც არ უჭერს რევოლუციას მხარს, შეშინებულად იგრძნოს თავი, რომ მასაც შეიძლება მიუვარდნენ და მოღალატე ეძახონ თუ რევოლუციონერი აქტივისტის საპირისპირო აზრს სადმე დააფიქსირებს. ლიბერალო ფაშისტებო, მართალია თქვენ არც სამშობლოს განცდა გაქვთ, არც საკუთარი ქვეყნის კულტურას და საზოგადოებას იცნობთ, რომ ამას ხვდებოდეთ, მაგრამ მაინც გეტყვით. საქართველოში ფაშიზმმა მაშინ ვერ მოიკიდა ფეხი, ნახევარი მსოფლიო როდესაც ყავდა დაპყრობილი. ვერც მაშინ, როდესაც ნაცების ტოტალური რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებოდა და მით უმეტეს ვერ მოიკიდებს ახლა, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და მრავლის მნახველი ერის პირობებში, როდესაც მთელს მსოფლიოში ლიბერალიზმი სულს ღაფავს და მხოლოდ დიდი ფინანსური დონაციის წყალობით აგრძელებს თვითგადარჩენისთვის ბრძოლას. ლიბერალური ფაშიზმი დასრულდება, მაგრამ მის მიერ მოწამული ხალხი, რომლებმაც საკუთარი კულტურის და საზოგადოებრივი წესჩვეულებების წინააღმდეგ პოლიტიკური შეხედულების გამო საჯაროდ დაგმეს და განოდნე მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს. როდესაც ემოციური ფონი გადაივლის და უკან გადმოხედავთ საკუთარ ნამოქმედარს, ძალიან შეგრცხვებათ და მხოლოდ თქვენთვის ჯობს, რომ ეს სინანული ძალიან დაგვიანებული არ აღმოჩნდეს. ანტირუსული ისტერიის სათავეში რომ ყოველთვის ისეთი ადამიანები თუ ჯგუფები დგანან, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად რუსეთიდან ფინანსდებიან, ეს სიახლე მხოლოდ გამოქვაბულში მცხოვრები ნეანდერტალელისთვის შეიძლება იყოს. აგერ ოპოზიციური ფლანგის ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანი, ორჯერ მგიმოდამთავრებული ლიაკა ხოშტარია დადასტურებულად იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ფულს, მაგრამ მაინც უკიფრად რუსეთთან მებრძოლად ასაღებს თავს. მაგრამ ახლა მოდი იმ ბიზნესებს შევეხოთ, რომლებიც გაფიცვებს აწყობენ, აფინანსებენ და ქართულ ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ რუსული გავლენების წინააღმდეგ ილაშქრებენ. ალბათ უნდა დავიწყოთ კოკა-კოლათი და თემურ ჭყონიათი, რომელიც ლამის რევოლუციურ აქტივიზმში ჩართული ჯენზის ფავორიტ პერსონაჟადაა ქცეული. მიმდინარე წელს თემურ ჭყონიამ რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი პროდუქციით 10 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო. აფთიაქების ქსელმა, PSP-მ, რომელიც ნაცი კახა-ოქრიაშვილის საკუთრებაა და რომელიც აქტიურად აკრიტიკებს ხელისუფლებას, რუსეთიდან შემოტანილი პროდუქციით 50 მილიონამდე შემოსავალი იშოვა. ჰიპერმარკეტი გორგია, რომელიც აქციებზე აირწინაღებს აქტიურად ყიდდა და მხარს უჭერდა რევოლუციურ პროტესტს. რუსეთიდან წელს შემოტანილი პროდუქციით 10 მილიონამდე ლარის შემოსავალს იღებს. მინერალური წყალი ნაბეღლავი, რომელიც აგრეთვე ხელისუფლების კრიტიკასა და რევოლუციის მხარდაჭერაშია ჩაბმული, საკუთარ პროდუქციას წარმატებით ყიდის რუსეთში და 36 მილიონ ლარამდე შემოსავალიც აქვს აღებული. მოკლედ, სრული სიის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. მარტივად შეგიძლიათ თავადაც მოიძიოთ რუსეთთან ვაჭრობაში ჩაბმული ქართული კომპანიები. უბრალოდ ასეთი ორსახოვნება, უტიფრობა, მლიქნელობა, ამორალურობა და ამის ქვეყნის სამსახურში დგომა დაბრენდვა განსაკუთრებული უღირსებაა. რუსეთიდან ფულს შოულობდე და ხელისუფლებას არ არსებულ რუსულ გავლენებში დებდე ბრალს, ამას კადრება უნდა.
მაგრამ ამ კომპანიებზე და მათ მესვეურებზე ტრაგიკული, რომლებიც რუსეთში ფულს შოულობენ და ფსევდორუსულ გავლენებს ებრძვიან მარკეტინგული მიზნებისათვის, ის ადამიანები არიან, ვინც ამაზე ტყუვდებიან და ტაშს უკრავენ. ასეთი პრიმიტიული, ერთგანზომილებიანი და მავნებლური პატრიოტიზმი მხოლოდ ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარია. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კვლავ ეთოქზე.